პოლონეთთან ხუმრობა არ ღირს. ეს არის ის გზავნილი, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააჟღერა, როცა პირობა დადო, რომ პოლონეთს ევროპის ყველაზე დიდი და ძლიერი არმია ეყოლება. ეს უბრალოდ ამაოდ რაბახი არ არის. პოლონეთს არ სურს უბრალოდ ყველაზე ძლიერი სტატუსი იქონდეს. მონსტრული არმია, რომელიც ახლა იქმნება, ისე იგეგმება, რომ რუსეთი შიშით შეაძრწუნოს. რაოდენობები წარმოუდგენელია. პროექტი მიმდინარეობს. პოლონეთი უკვე ძლიერია, მაგრამ ჩუმად აგრძელებს განვითარებას და ნამდვილ ევროპულ ძალად ყალიბდება. ჩვენი არმია, ჩვენი შეიარაღებული ძალები, მალე ევროპაში ყველაზე დიდი იქნება, განაცხადა ტუსკმა, როცა ამაყად იდგა და სიტყვით გამოდიოდა. 15 აგვისტოს პოლონეთის სამხედრო დღის აღლუმზე. ეს აღლუმი თავის მხრივ რეკორდული იყო. ტუსკმა თავისი სიტყვა მაშინ წარმოთქვა, როცა 300 ჯავშან მანქანისა და 2000 ჯარისკაცის მსვლელობა ახლახან ჰქონდა ნანახი და მან განაგრძო დაამატა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვქმნით ძალას, რომელიც რეგიონის ბედს განსაზღვრავს თავისი თანამედროვე აღჭურვილობითა და რაოდენობით. ამას მთელი მსოფლიო აფასებს, განსაკუთრებით ჩვენი მოკავშირეები. ნიშნულოვანი გზავნილი იყო. პოლონეთის ევროპაში ყველაზე ძლიერ ძალად გადაქცევა არ ნიშნავს დომინირებას ან მოკავშირეებზე თავისი ძალის თავსმოხვევას. ეს რუსული მიდგომაა და პოლონეთს სურს, რომ თავისი სამხედრო ძალის მართვაში არაფრით გავდეს რუსეთს. პოლონეთის გეგმაა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილი უფრო დიდი მთლიანობისა, რომელიც ორი მიზეზით არის შექმნილი. პირველი, შეაშინოს პუტინი და მეორე, თუ ეს არ გამოვიდა, იყოს მზად იბრძოლოს ბოლომდე, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია. თუ ვინმეს ეჭვიეპარება, რომ პოლონეთს რუსეთი მხედველობაში აქვს, როცა ევროპის უდიდეს არმიას ქმნის, მაშინ ტუსკი ამ ეჭვებს საბოლოოდ ხსნის. მან რუსეთის სახელი პირდაპირ ახსენა, როცა პოლონეთზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარე ძალები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აშკარა მტერი იყო, რომელიც გართან მიიპარებოდა. იცით, ეს ძალები, ეს პოლიტიკური პარტიები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლონეთსა და პოლონელებს დააჯერონ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ევროპაა, რომ უკრაინა ჩვენი მტერია, რომ ევროკავშირი საჭირო არ არის და გერმანია ჩვენი უდიდესი მტერია. ტუსკმა ეს განცხადება თავის გამოსვლაში გააკეთა, სანამ მაშინვე უარყოფდა ამ ყველაფერს და პოლონეთის მხრიდან ბრალს პუტინს სდებდა. და რატომღაც ავიწყდებათ რუსეთი, მეზობელი, საშიში მეზობელი, რომელიც ომს აწარმოებს ჩვენს საზღვრებს მიღმა და ზოგჯერ ეს ომი ჩვენს საზღვრებამდეც აღწევს. თქმა, რომ უკრაინის ომი პოლონეთის საზღვრებს უახლოვდება, შემარბილებლად ნათქვამია. უпростоრად ის ფეთქავს. სწორედ ეს გააკეთა რუსულმა KH-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ, რომელმაც პოლონეთის ტერიტორიაზე 90 კილომეტრი იფრინა. საბედნიეროდ აფეთქება ცარიელ მინდორში მოხდა და როგორც კი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა, მას გამანადგურებლები აედევნენ. მაინც ახლა უფრო ნათელია ვიდრე ოდესმე, რომ რუსეთი პოლონეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კრემლი კვლავ უარყოფს, რომ რაკეტა რუსული იყო. ის უარყოფს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა უკვე იდენტიფიცირებულია. მაგრამ ეს ინციდენტი მხოლოდ ამყარებს ტუსკის მოსაზრებას, რომ პოლონეთის მიერ თავისი სამხედრო ძალების ევროპაში ყველაზე დიდად გადაქცევა მხოლოდ პოლონეთს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვინც რუსულ საფრთხეს აწყდება. ნამდვილი ალიანსები და გონივრული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ბალტიის რეგიონს, პოლონეთის აღმოსავლეთ ფარს, არსებულ თავდაცვის ხელშეკრულებებს და განსაკუთრებით უკრაინას, პოლონეთის გაძლიერების ნაწილია, აცხადებს ტუსკი. ეს სიმბიოტური ურთიერთობაა. როგორც პოლონეთის ძალა იზრდება, ასევე იზრდება მისი მოკავშირეების ძალაც და პირიქით. და ეს ყველაფერი ემსახურება მთავარ საკითხს, რომელიც ტუსკმა წამოჭრა, როცა რუსულ საფრთხეზე საუბრობდა. პოლონეთს ომი არ უნდა, მაგრამ მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ ომის თავიდან აცილება. ან როგორც ტუსკმა თქვა, მხოლოდ ისინი, ვინც ძლიერები არიან, კარგად მომზადებულები, ნამდვილად დამოუკიდებლები და სუვერენულები აიცილებენ ომს. ეს ყველაფერი დიდი განცხადებებია ადამიანისგან, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს, რომ პოლონეთი რაც შეიძლება ძლიერად წარმოაჩინოს როგორც რუსეთისთვის, ასევე საკუთარი ქვეყნის მოკავშირეებისთვის. მაგრამ ტუსკის სიტყვები ფუჭი ტრაბახი არ არის. აქ ტრაბახი არ იგრძნობა. ტუსკმა მსოფლიოს განუცხადა, რომ პოლონეთი აშენებს მონსტრ არმიას, რომელიც რუსებისთვის კოშმარია. ყველა მაჩვენებელი ამას ადასტურებს. დავითხოვთ პოლონეთის სახმელეთო არმიით. როგორც Washington Times-მა 20 მაისის სტატიაში აღნიშნა, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაվել ზალევსკიმ უკვე აღნიშნა, რომ პოლონეთი ლიდერობს რაოდენობითა და შესაძლებლობებით სახმელეთო ომში. ჩვენ გვაქვს ნატოს ყველაზე დიდი სახმელეთო არმია ევროპაში და ყველაზე დიდი შესაძლებლობები, ებლობები, თქვა ზალევსკიმ და დაამატა. ჩვენ ვსწავლობთ უკრაინის გამოცდილებას. ეს აჩვენებს, რომ ომში მყოფ ქვეყანას ძალიან მოკლე მომარაგების ჯაჭვები უნდა ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობაში ვწევთ ინვესტიციას. ადამიანური რესურსი პოლონეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. აგვისტოს 17-ის სტატიაში Defense Post-მა გაამჟრავნა, რომ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს პირველად ჰყავთ 220,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. რეკრუტირების კამპანიის შემდეგ, რომელმაც 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ 5,000 ჯარისკაცი დაამატა. ამ ჯარისკაცებიდან 156,000 პროფესიონალია პოლონეთის არმიაში, კიდევ 40 კი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მსახურობს. დანარჩენები კი, როგორც გამოცემა უწოდებს, აქტიური სამსახურის სხვა ფორმებში ირიცხებიან.
და ეს მხოლოდ პოლონეთის ცოცხალი ძალის ზრდის დასაწყისია. პოლონეთი მიზნად ისახავს 2035 წლისთვის ყავდეს 300,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რაც ნიშნავს ძალების ზომის გასამაგებას, რომელიც 2014 წელს 99,000 ჯარისკაცს შეადგენდა. 2039 წლისთვის პოლონეთი მიზნად ისახავს ყავდეს არმია, რომელიც 500,000 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს, რომელიც დაიყოფა 250,000 მოქმედ ჯარისკაცად, 50,000 ტერიტორიული ჯარისკაცით და 200,000 ადამიანი რეზერვში მსახურობს, ზადარიან გამოძახებისთვის საჭიროების შემთხვევაში. ამის ასაშენებლად მასიური ინვესტიცია იქნება საჭირო და პოლონეთი ამ თანხას ხარჯავს, როგორც მალე გაიგებთ. მაგრამ ყველაზე დიდი ევროპული სახმელეთო ძალა მხოლოდ ჯარისკაცებზე არ არის დამოკიდებული, არამედ აღჭურვილობაზეც. პოლონეთის მიზანია 2030 წლისთვის უფრო მეტი საბრძოლო ტანკი ჰყავდეს ვიდრე საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს გაერთიანებულ ძალებს. ამ ტანკების უმეტესობაზე კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, მათ შორის 250 M1A2 აბრამსის ტანკის შეკვეთაც აშშ-დან, რომელიც პოლონეთს 4,7 მილიარდი დოლარი დაუჭდა 2021 წლის ივლისში. ეს ჩვეულებრივი ტანკები არ არის. ეს ტანკები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკებს მიეკუთვნება და მათ ეფექტიანობა დაამტკიცეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლონეთმა ასევე შეიძინა განახლებული ტანკები, მათ შორის 116 M1A1 აბრამს. ერთობლივად ეს ტანკები ანაცვლებენ დაახლოებით 240 საბჭოთა პერიოდის მოდელს, რომელიც პოლონეთმა უკრაინას გადასცა პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამას დავუმატეთ მასშტაბური გეგმა, რომლის მიხედვითაც პოლონეთი სამხრეთ კორეიდან შეიძენს 1000-მდე K2 შავი პანტერა ტანკს. დაწყებული საწყისი 3,4 მილიარდი დოლარის შეკვეთით 180 ტანკზე. და თქვენ იღებთ ძლიერ ტანკთა ძალას, რომელიც შექმნილია რუსეთისთვის საყვარელი ომის მეთოდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ცეცხლს ცეცხლით პასუხისგაცემის მიდგომა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უპირატესობას სახმელეთო ომს ანიჭებს. მაგრამ უკვე თითქმის 12,300 ტანკს დააკარგა უკრაინაში და იძულებულია გამოიყენოს ძველი და გაუმართავი საბჭოთა პერიოდის მოდელები. თუ საუბრობთ რუსეთის წინააღმდეგ მისი მეთოდებით ბრძოლაზე, პოლონეთი ასევე უსწრებს დანარჩენ ევროპას საარტილერიო მიმართულებით. რუსეთს არტილერია უყვარს. მანამდე სანამ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ დრონები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს უკრაინაში გამოჩნდა, რუსეთის მთელი სტრატეგია არტილერიაზე იყო აგებული. ეს რუსული ომის ღმერთი, როგორც Business Insider უწოდებს. ერთადერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთმა შეძლო უკრაინაში ამდენად წინ წასვლა. მისი მეთოდური მიდგომა საარტილერიო მანძილზე მისვლასთან დაკავშირებით ციხესიმაგრეების დაბომბვა და შემდეგ წინ წასვლა იყო მთელი ქვეყნის სტრატეგიის საფუძველი ომის პირველ რამდენიმე წელს. პოლონეთმა დაინახა რუსეთის მიდრეკილება და გააცნობიერა, რომ ცეცხლზე ცეცხლით პასუხის მიდგომა კვლავ მუშაობს. ან დახარჯა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სამხრეთ კორეიდან 360-ზე მეტი K9 ჰაუბიცის შესაძენად და ეს მხოლოდ დასაწყისია პოლონეთისთვის, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი საარტილერიო შეიარაღება შეიდინოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლონეთი ასევე თავად აშენებს საკუთარ საარტილერიო სისტემას, AHS Crabs, რომელიც როგორც ჩანს, წელიწადში დაახლოებით 50 ერთეულის ტემპით იწარმოება და აქვს გაფართოების პოტენციალი. მაგრამ ეს ყველაფერი ლულოვანი არტილერია. პოლონეთს ასევე სჭირდება ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ამიტომ ის ამ ტიპის სისტემებსაც იწენს. 2023 წელს პოლონეთმა მიიღო 20 ამერიკული წარმოების HIMARS სისტემა. 414 მილიონი დოლარის კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც 5 წლით ადრე იყო გაფორმებული. კიდევ ერთხელ, ეს არის ბრძოლაში გამოცდილი აღჭურვილობა უკრაინაში, რომლის ეფექტურობაც პოლონეთს რუსეთის წინააღმდეგ კარგად ესმის. მეტი HIMARS მოდის, 486 ერთეული. ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც პოლონეთმა აშშ-დან 2023 წლის სექტემბერში გააფორმა. თუ რუსეთის ომის მეთოდი გულისხმობს სასტიკ და დამქანცვალ სახმელეთო კამპანიებს, მაშინ პოლონეთი მზად იქნება. ის მოიყვანს ჯარისკაცებს, ტანკებს და საარტილერიო სისტემებს, რაც ბევრ მის ნატოელ მოკავშირეს არ აქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. აქედან მოყოლებული რიცხვები კიდევ უფრო გამაოგნებელი ხდება. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რომ მეტი იხილოთ. თავდაცვა პოლონეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეტევა და არის ორი სფერო, რომლებშიც პოლონეთი ინვესტიციას ახორციელებს, რათა გააძლიეროს ის, რაც უკვე ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო ძალაა. საჰაერო თავდაცვა და აღმოსავლეთის ფარი. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით პოლონეთი აგროვებს პატრიოტის ჩამჭრელ რაკეტებს, რაც ზუსტად ისაა, რაც მას სჭირდება რუსული ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გასანეიტრალებლად. უკვე 2018 წელს პოლონეთმა შექმნა ვიესლა პროგრამა, რაც ძირითადად გულისხმობდა 2 პატრიოტის რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეის და რამდენიმე რაკეტის შეძენას. პოლონეთმა 4,75 მილიარდი დოლარი დახარჯა ამ პატრიოტის სისტემების მისაღებად. 2 ბატარეა ნიშნავს 4 საბრძოლო ერთეულს, 16 გამშვებ დანადგარს და ამ კონკრეტული შეთანხმებით 208 PS-3 პატრიოტის რაკეტას. და ეს იყო მხოლოდ პროგრამის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე პოლონეთი კიდევ 15 მილიარდ დოლარს დახარჯავს 6 პატრიოტის ბატარეაზე, რაც ნიშნავს 48 გამშვებ დანადგარს და კიდევ 4 PS-3 რაკეტას. პოლონეთი ასევე მიიღებს Ghost Eyes რადარს მეორე ეტაპის ფარგლებში, რაც აუმჯობესებს პატრიოტის აღმოჩენისა და თვალთვალის შესაძლებლობებს. თუ
თუ გაინტერესებთ, როგორ შეძლო პოლონეთმა ასე სწრაფად გამოეხმაურა რუსულ რაკეტას, რომელიც ივლისის ბოლოს მის ტერიტორიაზე შევიდა, ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება სწორედ ეს რადარი იყოს. პოლონეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის შიგნით და დრონებში, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. 2025 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 4 წამყვან საჰაერო თავდაცვის მწარმოებელში წარმოების გაფართოებაში $700 მილიონ მეტი ჩადო, რომლებიც ერთად აშენებენ ნარუს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათთვის საჭირო რადარებს. ნარუ პოლონეთს აძლევს მოკლე და საშუალო რადიუსის შესაძლებლობებს, რათა გაუმკლავდეს თვითმფრინავებს, რაკეტებსა და დრონებს, რაც ავსებს გრძელ რადიუსიან Patriots. 2026 წლის იანვარში პოლონეთმა ასევე დახარჯა $1.77 მილიარდი ნორვეგიულ თავდაცვის კომპანიასთან, Kongsberg Roysingთან, სანაპირო სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვის კონტრაქტზე. კიდევ ერთხელ ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლონეთი აკვირდება, რას აკეთებს რუსეთი და რეაგირებს ამაზე. ამჯერად ცეცხლზე ცეცხლით პასუხის ნაცვლად პოლონეთი ხედავს რუსეთის დამოკიდებულებას სარაკეტო და დრონების მასიურ შეტევებზე უკრაინაში და თავდაც ქმნის მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დაუპირისპირდეს ამ მიდგომას. შემდეგ არის პოლონეთის თავდაცვის კიდევ ერთი ასპექტი, აღმოსავლეთის ფარი. ეს ფარი მთლიანად ეხება იმ საზღვრების დაცვას, რომლებიც პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს ბელარუსთან, რუსეთთან და რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან აქვთ საერთო. და პოლონეთის სამხედრო გაძლიერების ეს კონკრეტული ასპექტი ჯერ კიდევ პროცესშია. პოლონეთს 700 კილომეტრი საზღვარი აქვს რუსეთთან ან რუსეთის მოკავშირეებთან, რომლის გამაგრებაც სჭირდება. 2026 წლის ბოლოსთვის პოლონეთი აპირებს ამ საზღვრის დაახლოებით 200 კილომეტრი გაამაგროს ხაზოვანი გამაგრებების კომბინაციით. პოლონეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი მარეკ პიეჯაკი ამას საზღვის ბლოკირების ინფრასტრუქტურას და გზებისა და სარკინიგზო გადასასვლელების ჩამკეტებს უწოდებს, რომლებიც რუსულ ძალებს მათი გამოყენების საშუალებას არ მისცემს. პოლონეთის ხელისუფლება ასევე სწრაფი ტემპით რიდულობს მიწებს, რათა ეს საზღვის თავდაცვითი ნაგებობები შესაძლებელი გახდეს. 2025 წელს მათ 38 უძრავი ქონება შეიძინეს და 2026 წელს გეგმავენ კიდევ 150-ის შეძენას. 52 სხვადასხვა ადგილას. ანტიდრონული გამაგრებებიც ეწყობა ღობეებსა და მავთუხლართებთან ერთად. ფუიამფქვევები, ქვემეხები და ჩახშობის სისტემები რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგეს. ყველაფერი იყო ნახსენები. 2025 წლის დეკემბერში გამოცემა The Guardian-ის სტატიაში. დაამატეთ ბუნკერები, თხრილები, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საზღლობის ცენტრები და მიიღებთ მასშტაბურ სასაზღვრო პროექტს. დასასრულის დაგეგმილი თარიღი 2028 წელია. პოლონეთისთვის საერთო სავარაუდო ღირებულება $2.55 მილიარდი. ამ ყველაფერში ჩვენ ორ რამეს ვხედავთ. პირველ რიგში პოლონეთი აშენებს მასშტაბურ სამხედრო ეკოსისტემას, რომელიც მის საზღვრებს ბევრად ცდება. მეორეც, პოლონეთი უზარმაზარი ხარჯვითი ვალდებულებებით ამყარებს ტუსკის სიტყვებს. ევროპის ყველაზე დიდი არმიის ყოლა შეუძლებელია მილიარდობით $-ის ჩადების გარეშე ამ არმიის შესაქმნელად. და ასევე ვერ გააძლიერებ ამ არმიას აღჭურვილობისა და შესაძლებლობების მხრივ ძლიერი თავდაცვითი ეკოსისტემის გარეშე. ეს მონეტის ორი მხარეა, რომელიც პოლონეთს უნდა რომ პუტინს ძალით მოახვიოს. რაც შეეხება ეკოსისტემას, უკვე ნახეთ მაგალითები თუ როგორ ვითარდება ის. ვახსენეთ შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ კორეიდან შესყიდვები, რაც აჩვენებს, რომ პოლონეთი მზადაა ევროპის ფარგლებს გარეთაც გაიხედოს, რათა შექმნას ყველაზე ძლიერი არმია ევროპაში. პოლონეთი ასევე თანამშრომლობს ნორვეგიასთან. ის ყიდულობს სენსორებსა და სადაზვერვო აღჭურვილობას, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან. კიდევ ბევრია იმაზე მეტი, რაც უკვე ვახსენეთ. სამხრეთ კორეიდან 36 FA-50 PL ტიპის თვითმფრინავი, აღჭურვილი Phantom Strike რადარით და შეუძლია ამერიკაში წარმოებული AIM-120 ამრამის გაშვება. შვედეთთან 2025 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ეს ორი ქვეყანა ერთად იმუშავებს, რათა პოლონეთმა მიიღოს E-26 ტიპის წყალქვეშა ნავები, რომლებიც პოლონეთს ბალტიის ზღვასა და მის ფარგლებს გარეთაც შეუძლია გამოიყენოს. ჩვენ კვლავ ხედავთ, როგორ ამყარებს პოლონეთი კავშირებს, ყიდულობს იარაღს და აშენებს არმიას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც რუსეთი შეიძლება დაუპირისპიროს. ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლონეთი ნატოს ყველაზე დიდი იარაღის შემომტანია. ამის შესახებ იუწყება Notes from Poland. ეს განცხადება დაფუძნებულია სიპრის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ პოლონეთმა 2021-დან 2025 წლამდე პერიოდში გლობალური იარაღის იმპორტის 3.6% დაიკავა. აშშ მეორე ადგილზე იყო 2.9%-ით, ხოლო პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და ნიდერლანდებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო. არსებობენ არანატოელი ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტს იმპორტირებენ. უკრაინა მთლიან სიაში პირველ ადგილზეა და იმპორტის 9.7%-ს შეადგენს. თუმცა უკრაინას ერთადერთი არმია ჰყავს, რომელსაც რეალურად შეუძლია პოლონეთს კონკურენცია გაუწიოს, როგორც ევროპის უძლიერეს. და სამწუხაროდ ის არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, როგორც პოლონეთი. პოლონეთის მიერ სამხედრო ძალის გაძლიერებაზე ახალი ყურადღების დემონსტრირებისთვის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ციფრი განიხილავდა, შეიარაღების იმპორტის მოცულობა 852%-ით მეტია, ვიდრე წინა 5 წლიან პერიოდში. ეს არის მეხუთე ყველაზე დიდი ზრდა შეიარაღების იმპორტიორებს შორის ამ ორ პერიოდს შორის. მხოლოდ გერმანია, უნგრეთი, ბელგია და კიდევ ერთხელ უკრაინა უსწრებენ პოლონეთს შეიარაღების იმპორტის პროცენტული ზრდის მხრივ. პოლონეთი ბევრი იარაღს ყიდულობს, ეს არის მთავარი აზრი, რასაც ვამბობთ. თუმცა და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლონეთი ინტეგრირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ეკოსისტემებში.
არ არსებობს უკეთესი გზა, რომ გაამყარო თავდაცვითი კავშირები მოკავშირესთან, ვიდრე აჩვენო, რომ იმდენად ენდობი მისი იარაღს, რომ მილიარდობით დოლარს ხარჯავ მათზე. ჰოლიბერს ამბობს და ეს გვიყვანს კიდევ ერთ სფეროში, სადაც პოლონეთი ევროპაში არმიის მშენებლობის მხრივ სხვებზე წინ დგას. ეს არის ის უზარმაზარი თანხა, რომელსაც პოლონეთი თავდაცვაზე ხარჯავს. პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტი სწრაფად გაიზარდა მისი არმიის გაფართოებასა და იარაღის იმპორტის ზრდასთან ერთად. 2020-დან 2025 წლამდე პოლონეთმა თავდაცვაზე წლიურად დაახლოებით 13.6 მილიარდი დოლარის დახარჯვიდან 45 მილიარდამდე გაზარდა ხარჯები. 2026 წელს პოლონეთი გეგმავს თავდაცვაზე 55 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას, რაც 2020 წელთან შედარებით ხარჯების 4-ჯერ გაზრდას ნიშნავს. ბუნებრივია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ პოლონეთი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŚP-ს პროცენტულადაც უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე ოდესმე. 2020 წელს პოლონეთმა თავდაცვაზე MFŠP-ს 2.3% დახარჯა. კარგია იმ მხრივ, რომ ეს ნატოს რეკომენდებულ 2%-ზე მეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებული მაინც არის. 2025 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდის შედეგად ეს მაჩვენებელი MŠP-ს 4.3%-მდე გაიზარდა. პოლონეთი ასევე ემზადება მომავალი ხარჯებისთვის. პოლონეთმა ევროპის უსაფრთხოების, ანუ SAFE-ის დაფინანსების შეთანხმება გააფორმა ევროკომისიასთან, რის შედეგადაც ის მიიღებს 50.9 მილიარდ დოლარს სესხის სახით თავისი არმიის გასაძლიერებლად. პოლონეთის ბოლოდროინდელი შესყიდვების უმეტესობა სწორედ ამ სესხის შეთანხმებაზეა დაფუძნებული და პოლონეთმა მაისის ბოლოს უკვე მიიღო პირველი 7.65 მილიარდი, რომელსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს. კიდევ მეტი თანხა შემოვა. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთის სამხედრო ძალებიც კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ პოლონეთი ფულით ამყარებს იმას, რასაც ტუსკი ამბობს და სწორედ ამას გულისხმობთ. ნატოს წევრ ყველა ევროპულ ქვეყანას შორის პოლონეთი ყველაზე მეტს ხარჯავს. და ყველა რიცხვი, სტატისტიკა და შესყიდვა, რომელიც ამ ვიდეოში ვახსენეთ, სწორედ ამ ხარჯების შედეგია. რაც ამ ყველაფერში ჩანს, მხოლოდ სამხედრო ძალის ზრდა არ არის. ეს არის კულტურული ცვლილება ერში, რომელიც ოდესღაც რკინის ფარდის მიღმა იყო მოქცეული და აღარასოდეს სურს, რომ ისევ რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ კულტურული ცვლილების სამხედრო სფეროს მიღმა პოლონურ საზოგადოებაში გავრცელების საუკეთესო მაგალითი არის მასშტაბური სამოქალაქოთვის პროგრამა, რომელიც პოლონეთმა დაიწყო თავისი სამხედრო გაძლიერების პარალელურად. ივნისში ფრანს 24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა დაიწყო მასშტაბური სამოქალაქო კურსები, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს ასწავლის გადარჩენის უნარებს, რათა კრიზისის დროს გამოიყენონ ისინი. ამ პროგრამებიდან პირველი დაიწყო 2025 წლის ნოემბერში. და მასზე პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ იმედოვნებს 2026 წლის ბოლომდე 400,000 პოლონელი დაასრულებს ამ კურსს. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ყველას თინეიჯერებიდან დათგებული ხანდაზმულებამდე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. და ეს პროგრამა პოლონეთის მიზანს ემსახურებოდა, რომ ევროპაში ყველაზე დიდი და ძლიერი არმია შექმნას, ოღონდ სხვა გზით. ის პოლონელ ხალხს ფსიქოლოგიურად ამზადებს ომისთვის, რომლის მოსვლაც პოლონეთს არ სურს, მაგრამ თუ მოხდება, ზად იქნება საბრძოლველად ორველად. ეს ეხმიანება ტუსკის იმ კომენტარებს, რომლებიც ვიდეოს დასაწყისში გაგიზიარეთ. პოლონეთმა თავი ევროპის ძლიერ ძალად აქცია, რადგან ამის აუცილებლობა ჰქონდა. ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუ საკმარისად ძლიერი არ ხარ, რომ მტერს აჩვენო, შეგიძლია ბრძოლა. სწორედ ამას აკეთებს პოლონეთი, როცა აგრძელებს გაძლიერებას. მონსტრი შექმნილია. ამჟამად ეს მონსტრი გალიაშია, მაგრამ პოლონეთი ზრუნავს იმაზე, რომ რუსეთმა ამის შესახებ იცოდეს და რომ მონსტრი გათავისუფლდება თუ რუსეთი მუქარებიდან და საჰაერო შეჭრებიდან სრულმასშტაბიან ევროპულ ომში გადავა. და კიდევ ერთი რამ არის, რაზეც პოლონეთი ფიქრობს, როდესაც ის აძლიერებს თავის საჰაერო თავდაცვას. ზოგიერთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი სვამს კითხვას: უნდა იქნას თუ არა ეს საჰაერო თავდაცვა გამოყენებული უკრაინის დასაცავად, რუსული რაკეტების გასანადგურებლად, როდესაც ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შედიან. იხილეთ ყველა დეტალი იმის შესახებ, რის გასაკეთებლადაც პოლონეთი ემზადება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და ჩართოთ შეტყობინებები, რადგან ჩვენ გაჩვენებთ, როგორ გამოიწვია პუტინის უკრაინაში შეჭრამ ჯაჭვური რეაქცია მთელ ევროპაში. მადლობა ყურებისთვის.